მონადირე თავად გახდა ნადავლი, რადგან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს ახალი კამპანია საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პირდაპირ მის სამიზნეში აქცევს. დღეს განვიხილავთ მის დაპირებას. ციტატა. საჭიროების შემთხვევაში საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო აგურ-აგურ დაშალოს და იმ მთავარ იდეას, რომელიც ამ პროცესში აუცილებლად უნდა იყოს განხილული. მე ვარ ილანა მიზელ-დაიამანტი და ეს არის საბაზისო სამართალი. ურო მაშინვე დაეშვა, როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტმა მასიური კამპანია დაიწყო, რომელიც მოიცავს მოგზაურობის აკრძალვებს, ვიზების გაუქმებას, უფრო ფართო სანქციებს სასამართლოზე და იმ ჯგუფებზე, რომლებიც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს საქმეებს აწვდიან. დიპლომატიური სატელეფონო ზარები თავად რუბიოსა და სახელმწიფო დეპარტამენტის სხვა მაღალი თანამდებობის პირებისგან, რომლებიც მოკავშირე ქვეყნებს მოუწოდებენ, რომ მთლიანად დატოვონ რომის სტატუტი. და პირდაპირ გაფრთხილება, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც კვლავ ეყრდნობა აშშ-ის უსაფრთხოების კოლგას, მაგრამ უარს ამბობს სასამართლოს ავტორიტეტის უარყოფაზე, უნდა ელოდოს გაძლიერებულ ყურადღებას. კამპანია მოჰყვა 2025 წლიდან მიღებულ ადრინდელ ზომებს, რომლებმაც სანქციები დაუწესეს 11 პირს, მათ შორის იოავ გალანტისა და პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ გაცემულ ორდერებში მონაწილეებს. ეს მოიცავს ისეთ პირებს, როგორიცაა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მთავარი პროკურორი, რამდენიმე მოსამართლე და გაერო სპეციალური მომხსენებელი. ეხლა მათთვის, ვინც სასამართლოში ისრაელისთვის შექმნილ სირთულეებს ადევნებს თვალს, ეს შეიძლება ისე ჩანდეს, თითქოს ვაშინგტონი უბრალოდ ისრაელის დასახმარებლად ჩაერია. მაგრამ როგორც რუბიომ აღნიშნა, სურათი სინამდვილეში ბევრად უფრო ფართოა. ტრამპის ადმინისტრაციის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევებთან დაკავშირებით საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში არსებული ხმაურის ფონზე წევრი სახელმწიფოები, ამერიკის შეიარაღებული ძალების ინტერესები, ამერიკის პრეზიდენტი და თეორიულად ნებისმიერი მაღალი თანამდებობის პირი პირდაპირ არის ჩართული. რუბიომ ზუსტად განმარტა, რა დევს სასწორზე თავისივე საავტორო სტატიაში. ჯარისკაცები, პოლიციის ოფიცრები, სასაზღვრო პატრულის აგენტები და არჩეული ოფიციალური პირები. ყველა მათგანი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოსამართლეების წინაშე წარდგება და დამნაშავედ ცნეს. საერთაშორისო კანონების მიხედვით, რომლებსაც ამერიკელები არც თანხდებიან და არც აკონტროლებენ, თუ უქმად დაუდგებით, თქვა მან, ისინი ყველა უცხოელი მოსამართლეების ნებაზე იქნებიან. ათასობით მილის დაშორებით, მუდმივი სისხლის სამართლებრივი დევნისა და პატიმრობისაც კი საფრთხის წინაშე. მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი ქვეყნის დაცვა ეწოდება დანაშაულს. ეს ნამდვილად არ არის ჰიპოთეტური. საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს გამოძიება ამერიკელი ჯარისკაცების სავარაუდო ქმედებებზე ავღანეთში ტექნიკურად ჯერ კიდევ ღიაა. პირველად 2020 წელს იქნა ავტორიზებული. რაც შეეხება მომავალს, მას შემდეგ რაც აშშ-ს საზღვაო ძალებმა წელს ვენესუელური ნარკოტიკებით დატვირთული ნავი დაარტყეს, ერთ-ერთმა ადამიანის უფლებათა ლიდერმა საჯაროდ განაცხადა, რომ ეს დათმა იგივე ქმედებაა, რაშიც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ უკვე წაუყენა ბრალი ფილიპინების პრეზიდენტ დუტერტეს ეჭმიტანილების სასამართლოს გარეშე მოკვლაში. ვენესუელა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წევრი სახელმწიფოა. რაც შეიძლება სასამართლოს საშუალებას აძლევდეს, იქ ამერიკულ ქმედებებზე იურისდიქცია გაავრცელოს. იგივე ლოგიკა ვრცელდება ოპერაციაზე, რომელმაც ნიკოლას მადურო თავად გამოიყვანა იქიდან. ადამიანის უფლებათა იურისტებმა უკვე წამოაყენეს იდეა, რომ ესეც სასამართლოს იურისდიქციაში შედის. რუბიოს საქმე ჰაგის სასამართლოს წინააღმდეგ ეფუძნება ამერიკის სუვერენიტეტს და ეს არის მთავარი არგუმენტი, რომელიც ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა უნდა წამოაყენოს. მაგრამ მინდა დავამატო, რომ ეს ერთადერთი არგუმენტი არ არის და ალბათ არც უნდა იყოს, რადგან მხოლოდ სუვერენიტეტი ვერ დაარწმუნებს იმ ადამიანებს, ვინც უკვე ფიქრობს, რომ გლობალური მართლობა მსოფლიოს პრობლემების გადაჭრის გზამების გადაჭრის გზაა. თქვენ ეწინააღმდეგებით იმას, რასაც ზოგიერთი წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს უწოდებს. და ეს ნიშნავს, რომ არსებობს უფრო ფართო კულტურა, რომელიც ჰააგის სასამართლოსა და სხვა ინსტიტუტების საფუძველშია და ეს კულტურა უნდა შეიცვალოს, თუ გსურთ გრძელვადიანი ცვლილებების მიღწევა. ეს არის კულტურა, რომელიც ამ ინსტიტუტების სამართლიანობისა და მათ მიერ მართლმსაჯულების აღსრულების სჯერა. რომელიც ნიურნბერგის პროცესებს ისტორიულ და გამწმენდ გამოსწორებად მიიჩნევს. ჰოლოკოსტის შემდეგ და მაგალითად დღეს ევროპაში ნაციონალიზმს მსოფლიო ომების მთავარ დამნაშავედ მიიჩნევს, ხოლო გლობალურ მართლობას მის გამოსავლად. ასე რომ ეს მარტივი საქმე არ არის, რასაც ბატონი რუბიო იღებს საკუთარ თავზე და ვფიქრობ, რომ აქ მხოლოდ უხეში დიპლომატიური ინსტრუმენტების გამოყენებაზე ბევრად მეტი დარწმუნების სამუშაოა საჭირო. ასეში არასოდეს მოუხდენია ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წევრობის რატიფიცირება. ისევე როგორც ისრაელმა, მაგრამ კანადამ, იტალიამ, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და სხვებმა კი დაადასტურეს.
და სინამდვილეში ამ ქვეყნებს ამჟამად ყავთ მოსამართლეები სასამართლოში. ასე რომ თქვენ უნდა შეძლოთ აჩვენოთ, რომ მსოფლიო რეალურად უკეთესი და უფრო სამართლიანი ადგილია ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს გარეშე. და თქვენ გჭირდებათ კარგი პასუხი ყველაზე რთულ კითხვაზე, რომელსაც ვინმე დაგისვათ. თუ არა ჰააგის სასამართლო რა მოხდება შემდეგ ჯერზე, როცა მსოფლიოს კიდევ ერთი მილოშევიჩის შეჩერება დასჭირდება? ამ კითხვას თავისი ეპიზოდი, ან რამდენიმე ეპიზოდი ეკუთვნის და ჩვენ აუცილებლად მიუბრუნდებით მას. მაგრამ დღეს მინდა უფრო ვიწრო არგუმენტი წარმოვადგინო, რომელიც მაინც მნიშვნელოვანია და არ გთხოვთ ჯერის პრობლემა გადაჭრათ. მაშინაც კი, თუ ვიღაცა ვერ წარმოიდგენს მსოფლიოს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს გარეშე, მაინც უნდა აღიაროს, რომ ეს კონკრეტული ინსტიტუტი ჩავარდა პირველ რიგში მისი საქმიანობის შედეგებიდან გამომდინარე. ეს სასამართლო უნდა ჩაითვალოს ან ფარსად, ან ტრაგედიად, ან ორივე ერთად. და მეორე, რაც შეიძლება ცოტა უფრო სადაოა, ვისაუბრებ ფართო განსხვავებაზე კანონსა და სამართლიანობას შორის. და იმაზე, თუ როგორ ვერ უზრუნველყოფს ასეთი სასამართლო ვერც ერთს. მოდით დავიწყოთ წარსული საქმიანობით. ისტორიულად ეს არის სასამართლო, რომელიც ყოველთვის ირჩევდა მარტივ სამიზნეს. თითქმის მეოთხედი საუკუნის შემდეგ, წელიწადში თითქმის 200 მილიონი ევროს ბიუჯეტით და დაახლოებით 900 თანამშრომლით. სასამართლოს ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, მას აქვს 13 გამამთხოვნებელი განაჩენი, 4 გამამართლებელი განაჩენი და 8 ბრალდებული, რომელთა საქმეებიც უბრალოდ დასრულდა, რადგან ისინი გარდაიცვალნენ, სანამ ვინმე განაჩენს გამოიტანდა. და ეს მოიცავს მუამარ კადაფის, რომელსაც ბრალი 2011 წელს წაუყენეს და რამდენიმე თვეში გარდაიცვალა. და ჰამასის სამხედრო ლიდერ მოჰამედ დეიბს, რომლის საქმეც გასულ წელს სწორედ ამ მიზეზით ოფიციალურად დაიხურა. უმეტესობა გამამტყუნებელი განაჩენებისა, აფრიკელი სამხედრო ლიდერებისა და ომის ბელადების წადების წინააღმდეგ იყო. სინამდვილეში თავისი ისტორიის უმეტეს ნაწილში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქმეები თითქმის მთლიანად აფრიკას ეხებოდა. და გასული წლის სექტემბერში ბურკინა ფასო, მალი და ნიგერი ერთად გამოვიდნენ სასამართლოდან. სასამართლო ნეოკოლონიური რეპრესიების იარაღად მოიხსენიეს. გამბია მას ერთხელ კიდევ უფრო პირდაპირ უწოდა. საერთაშორისო თეთრკანიანთა სასამართლო. აფრიკის კავშირმა ოფიციალურად მოითხოვა მასობრივი აფრიკული გამოსვლა, ჯერ კიდევ 2017 წელს. ეხლა, როცა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ თავისი როლი გაეზარდა და უფრო აქტუალური გამღამხდარიყო, მან ვერ შეძლო ეს. როცა რუსეთ-უკრაინის ომს შეეხო, მან გასცა დაკავების ორდერი პუტინზე 2023 წლის მარტში. ასევე მოგვიანებით რამდენიმე სხვა რუს ოფიციალურ პირზეც. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი რეალურად არაფერს ნიშნავს. პუტინი ჩავიდა მონღოლეთში, რომელიც არის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წევრი ქვეყანა და იურიდიულად ვალდებულია დააკავოს იგი, მაგრამ პუტინი თავისუფლად გავიდა იქიდან. მან გასულ წელს ანკორიჯში ტრამპი შეხვდა. გაეროს გენერალური მდივანი თავად შეხვდა მას ბრიქსის სამიტზე, მიუხედავად იმისა, რომ გაეროს აქვს საკუთარი პოლიტიკა, რომელიც გძალავს კონტაქტს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ძებნილებთან. და რუსეთმა, რა თქმა უნდა, ამის შემდეგ შეტევაზე გადავიდა, დაუსწრებლად გაასამართლა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორი და 8 მოსამართლე რუსეთის მოქალაქეების უკანონო დევნისთვის და მიუსაჯა მათ 15 წლამდე პატიმრობა. ეხლა მხოლოდ მაშინ, როცა ამ სამწუხარო ისტორიას გადახედავთ, შეგიძლიათ გადახვიდეთ იმ წარმოუდგენელ მიკერძოებაზე, რომელიც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ისრაელთან დაკავშირებულ საკითხებშიც გამოავლინა. საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო იქ, როგორც პროფესორი ევგენი კონტოროვიჩი აღწერს, არის ისტორია სასამართლოს შესახებ, რომელსაც არ აქვს იურისდიქცია და იძიებს დანაშაულებს სახელმწიფოში, რომელიც არ არსებობს. დანაშაულები, რომლებიც არასდროს მომხდარა. ასე რომ, უნდა გაიგოთ, როგორ მოხდა ისრაელის წინააღმდეგ საქმე საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში. მაშინ, როცა ისრაელი არ არის სასამართლოს წევრი, ხოლო პალესტინის სახელმწიფო, რომელიც უჩივის ისრაელს, რეალურად სახელმწიფო არ არის. 2009 წლიდან პალესტინის ადმინისტრაცია რამდენჯერმე ცდილობდა, რომ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთვის ისრაელის წინააღმდეგ საქმე გაეხსნა. მაგრამ ეს მოთხოვნა უარყოფილი იყო, რადგან პალესტინას არ აქვს განსაზღვრული ტერიტორია და სხვათა შორის დღემდე არ აქვს. ამიტომაც სახელმწიფო არ არის. მაჰმუდ აბასმა 2011 წელს New York Times-თან მისივე სიტყვებით თქვა, რომ პალესტინის ადმინისტრაციის მიზანი იყო კონფლიქტის საერთაშორისო სამართლებრივ საკითხად გადაქცევა. რაც ნიშნავს, რომ ის ნამდვილად არ იყო მშვიდობისკენ მიმართული და რა თქმა უნდა, არც ადამიანის უფლებების დაცვას ცდილობდა. აბა რა შეიცვალა 2009 წლიდან დღემდე? 2012 წელს გაერომ პალესტინის სტატუსი არაწევ დამკვირვებელ სახელმწიფომდე აიმაღლა, მიუხედავად იმისა, რომ მას საზღვრები არ აქვს. და გაეროს იურიდიულმა მრჩეველმა შიდა მემორანდუმში გადაწყვიტა, რომ ეს საკმარისი იყო, რათა პალესტინის ადმინისტრაციას ან პალესტინის სახელმწიფოს ხელშეკრულებები დაერატიფიცირებინა.
აბა წარმოიდგინე, მაგრამ 2015 წლისთვის ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ პალესტინის რომის სტატუსზე მიერთება მიიღო და შემდეგ სასამართლომ საკუთარი წესების წინააღმდეგ თავისი იურისდიქცია უკან დააბრუნა. რათა ისრაელის ქმედებები მოეცვა იმ პერიოდსაც, როცა ეგრეთ წოდებული სახელმწიფო ჯერ კიდევ არ იყო ხელშეკრულების წევრი. ამიტომ ისრაელის წინააღმდეგ სრული გამოძიება 2021 წელს გაიხსნა. შედეგი საბოლოოდ 24 ნოემბერს იყო ის, რაც ვიცით. დაკავების ორდერები ნეთანიაჰუსა და გალანტის წინააღმდეგ, ასევე ორდერები ჰამასის 3 ლიდერის წინააღმდეგ, რომლებიც ფაქტობრივად უკვე გარდაცვლილები იყვნენ, როცა ვინმე სცადა მათი ორდერების შესრულება. აი ესეთი იყო სამართლიანობა და პროცესის გამჭვირვალობა. ეხლა კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც პროფესორი კონტოროვიჩი აღნიშნავს და რომელიც კიდევ უფრო ამძაფრებს მიკერძოების ბრალდებას. არის ის, რომ შეიძლება დავაკვირდეთ ჰააგის სასამართლოს ირანის ქმედებებზე თვალის დახუჭვას, რომელმაც წელს ისრაელის მიმართულებით 400-ზე მეტი რაკეტა გაუშვა და თითქმის მთლიანად სამოქალაქო ობიექტებს დაარტყა. მათ შორის იმ ტერიტორიაზეც, რომელსაც სასამართლო პალესტინის სახელმწიფოდ მიიჩნევს. საკუთარი თეორიის მიხედვით, სასამართლოს ამ ომის დანაშაულზე იურისდიქცია უნდა ჰქონდეს. სასამართლო, რა თქმა უნდა, ასევე დუმს ირანის თავდასხმებზე. მათ შორის მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ გემებზე მყოფი მეზღვაურების კვლელობაზეც სპარსეთის ყურეში. მაშინ, როცა 7 წელი დაუთმო ისრაელის დევნას, მხოლოდ ერთი კომოროსის დროშის ქვეშ მცურავი გემის გამო, რომელიც 2010 წლის ღაზას ფლოტილიის რეიდის დროს იყო ჩართული. აი ასეა საქმე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და მსოფლიო მშვიდობასთან. ფაქტობრივად ეს ინსტიტუტი ნამდვილად არ წარმოადგენს იმ ღირებულებების ბრწყინვალე მაგალითს, რომელთა დაცვასაც თითქოს და ცდილობს მსოფლიოში. და ეს ყველაფერი იმაზე ადრეა, ვიდრე მთავარი პროკურორის სკანდალურ ამბავს მივადგებით. თავად პროკურორი ქარიმ ხანი ეხლა დროებით გათავისუფლებულია. და როგორც ჩანს, მალე გაათავისუფლებენ მას შემდეგ, რაც როგორც ჩანს, არასათანადო სექსუალური ქცევა ჰქონდა დაქვემდებარებულთან. რადგან იერუსალიმიდან მაუწყებლობთ. მინდა ამ საკითხზე ისრაელის პერსპექტივაც გაგიზიაროთ. ისრაელს, რა თქმა უნდა, ჰყავს ჯანსაღი ეჭვი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიკერძოებაზე მისი დაარსების დღიდან და ზოგადადაც რთული ურთიერთობა აქვს საერთაშორისო ინსტიტუტებთან. ისინი აღიქმებიან როგორც მნიშვნელოვანი ფორუმები, მაგრამ ეს შეხედულება ძლიერ არის გაჯერებული საფუძვლიანი სკეპტიციზმით, მათი შემადგენლობის მიკერძოებულობის მიმართ. და რადიკალურად ანტიდასალური და ანტიისრაელური არასამთავრობო ორგანიზაციების გადაჭარბებული გავლენა, რომლებიც ქმნიან ცრუ იდეოლოგიურ ნარატივებს, რომლითაც დემონიზებას უწევენ ებრაულ სახელმწიფოს. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ 2025 წლის Pew-ის კვლევა მაჩვენა, რომ 10-დან 8 ისრაელი უარყოფითად უყურებს გაეროს. პირდაპირ. ყველაზე უარყოფითი შეფასება, რაც Pew-მა აღმოაჩინა 25 გამოკითხულ ქვეყანას შორის, ბევრად უფრო დაბალი, ვიდრე თვით შეერთებულ შტატებში. და წარმომიდგენია, რომ თუ ვინმე ამას გამოკითხვას ჩაატარებდა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო კიდევ უფრო დაბალ რეიტინგს მიიღებდა. და გარკვეულწილად ეს ისევ გვაბრუნებს იდეების საკითხზე, სადაც მინდა ისრაელი მაგალითად გამოვიყენო. კარგი, მაშ რა კულტურული საფუძვლებია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უკან, რომლებიც უნდა განვიხილოთ. იმისთვის, რომ შევქმნათ უფრო ფართო კონსენსუსი, ასე ვთქვათ, ამ ინსტიტუტის დაშლაზე და უზრუნველყოთ, რომ მომავალში ის უბრალოდ თავიდან არ გაჩნდეს. ჩვენ არ გვინდა გლობალური მართლობა. რა ხდის მის ერთ ვერსიას მისაღებსა და პროდუქტიულს, ხოლო მეორეს პრობლემურს. ხედავთ, აქ ბევრი საკითხია განსახილველი, მაგრამ ჩემი აზრით არსებობს ერთი ძირითადი მცდარი წარმოდგენა, რომელიც ამ დისკუსიის ბირთვია. და ეს არის კანონისა და სამართლიანობის არევა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ ინსტიტუტების ლეგიტიმურობაზე ფიქრისას. ხედავთ, სამართლიანობა და კანონი ერთი და იგივე არასოდეს ყოფილა და არც არის. სამართლიანობა მორალური იდეალია, ხოლო კანონი შექმნილია როგორც სოციალური წესრიგის ინსტრუმენტი და როგორც მოქალაქეთა თანხმობის გამოხატულება. კანონი შეიძლება იყოს სამართლიანი ან უსამართლო და მისი შედეგებიც შეიძლება იყოს სამართლამართლიანი ან უსამართლო, როდესაც ის ინდივიდებზე ვრცელდება. ერთ-ერთი გზა, რომლითაც ვზღუდავთ კანონსა და სამართლიანობას შორის აცდენას, არის პროცესზე, გამჭვირვალობაზე, პროგნოზირებადობასა და თანაბარ გამოყენებაზე კონცენტრირება. საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო ყველა ამ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს. და როდესაც პროცესს, იურისდიქციის წესებს, ნეიტრალურ ფორუმს, გამჭვირვალობასა და პროგნოზირებადობას აშორებ, რაც რჩება უბრალოდ ვიღაცის აზრი და სასამართლის ჩაქუჩის დაკვრა, ეხლა ისრაელში საზოგადოებრივი განწყობა ამ აცდენას გრძნობს, როცა საქმე გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოსა და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს სავალალო პრაქტიკას ეხება. მაგრამ რაც შეეხება ისრაელის ინტელექტუალურ ცხოვრებას, რომელიც ბევრად უფრო ახლოს ასახავს ამერიკული და ევროპული აკადემიის კულტურას, სინამდვილეში საერთაშორისო სამართლისა და იმ ინსტიტუტების მიმართ ძალიან მკაცრი და ფორმალისტური დამოკიდებულება არსებობს, რომლებიც თითქოს მას წარმოადგენენ.
მე კიდევ უფრო შორს წავალ და ვიტყვი, რომ ეს ეხება როგორც შიდა, ისე საერთაშორისო კონტექსტებს. ის ფაქტი, რომ მოსამართლე განკარგულებას ან მოსაზრებას გასცემს, მას ერთი შეხედვით ლეგიტიმურობას აძლევს. ისრაელის იურიდიულ სფეროში ეს ისევ და ისევ მეორდება. ამიტომ სკეპტიციზმი ამ ინსტიტუტების მიმართ და იმის მიმართ, რამდენად კარგად წარმოადგენენ ისინი იმ ღირებულებებს, რომელთა წარმოდგენასაც ამტკიცებენ, იურიდიულ სფეროში არსებობს, მაგრამ ბევრად მცირე მასშტაბით, ვიდრე ისრაელის საზოგადოების დანარჩენ ნაწილში. ეხლა ისრაელის უზენაესმა სასამართლომ 10 წლეულები გაატარა საერთაშორისო სამართლის პირდაპირ ინტეგრირებაში თავის შიდა გადაწყვეტილებებში ჰუმანიტარული დახმარების შესახებ ღაზაში, ძალის გამოყენების წესებზე, დასახლებების ლეგალურობაზე. მაშინ, როცა თავს წარმოაჩენს როგორც სახელმწიფოს ბოლო პატიოსან დამცველად, იმავე სისტემის წინააღმდეგ, რომლის ლექსიკონიც თავად აითვისა. საერთაშორისო სამართლის ინტეგრაცია ისრაელის კანონმდებლობაში ნაწილობრივ, როგორც ჩანს, განპირობებულია მსოფლიო ხედვების რეალური თახვედრით, ნაწილობრივ საერთაშორისო შედეგების შიშით და ნაწილობრივ სამართლებრივი სისტემის შიდა ძალაუფლების გაზრდის შესაძლებლობით. მაგრამ აქ მოქმედებს კიდევ ერთი, უფრო ძირითადი მცდარი იდეა, რომ სამართლებრივ ინსტიტუტებს აქვთ მონოპოლია სამართლიანობის გაგებასა და განხორციელებაზე. ცოტა რამ გამოხატავს ამ დაბნეულობას ჩემთვის ისე ნათლად, როგორც მოსამართლე აჰარონ ბარაქის საწყისი მოსაზრება ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში 2024 წელს. მის მოსაზრებაში მოსამართლე ბარაქს, რომელიც ისრაელის ad hoc მოსამართლე იყო, ჰქონდა ყველა შესაძლებლობა გაეკეთებინა ის, რაც გააკეთა უგანდელმა მოსამართლემ ამ საქმეში. რითაც დაადგინა, რომ მთელი სარჩელი, რომელიც ისრაელს გენოციდში ადანაშაულებდა ღაზაში, სასამართლოს იურისდიქციის ფარგლებს გარეთ იყო. პოლიტიკური დავა, რომელიც იურიდიულად იყო შეფუთული და საერთოდ არ იყო შესაფერისი სასამართლო გადაწყვეტისთვის. ბარაქმა ეს არჩევანი არ გააკეთა. მან 6 ზომიდან 2-ზე უმრავლესობას დაუჭირა მხარი, ხოლო დანარჩენ 4-ზე წინააღმდეგ წავიდადა. და დაწერა, რომ მისთვის მთავარი გზამკვლევი მთელი ამ პროცესის განმავლობაში მისი მთავრობა კი არა, არამედ რაღაც უფრო მაღალი იყო. ისრაელმა დამნიშნა, დაწერა მან, მაგრამ მე ისრაელის აგენტი არ ვარ. მან დაამატა, რომ მისი ერთადერთი კომპასი იყო მორალის, სიმართლისა და სამართლიანობის ძიება. ეხლა, სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, სასამართლო, რომელსაც არ ჰქონდა რეალური იურისდიქცია სუვერენული ქვეყნის გადარჩენის ომზე, მისი აზრით მაინც იყო ლეგიტიმური ადგილი ომზე მორალური განაჩენის გამოსატანად. და მისი აზრით, სწორედ მოსამართლეა ის, ვისაც შეუძლია ამ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება, რადგან მხოლოდ ის არის მორალურად გამორჩეულად მგრძნობიარე. არ მინდა მსუბუქად მოვეკიდო სამართლიანობისთვის ფუნდამენტურ ძიებას, სამართლიანობის სურვილს ან საჭიროებას, რომ სიკეთემ ბოროტებას სწილიოს. მაგრამ ამ საერთო სურვილიდან მსოფლიო სასამართლოს ან ამასთანავე ქვეყნის შიგნით ძლიერი სასლიერი სასამართლოს სურვილამდე, სადაც პოლიტიკური ბრძოლის წესები ძალიან მოქნილია, ეს უკვე ძალიან დიდი ნაბიჯია. ხალხს მუდმივად სურს არსებობდეს სასამართლო, რომელიც ჩვეულებრივ პოლიტიკაზე მაღლა დგას და სამართლიან გადაწყვეტილებებს იღებს, რომლებიც სუფთაა, საბოლოოა და პირადი ინტერესებით არ არის შეხებული. მსოფლიოს საუკეთესო იურისტების პანელი, რომელიც კაცობრიობის სახელით წყვეტს რა არის სწორი და რა არასწორი, საზღვრებისა და არჩევნების ბინძურ საქმეებზე მაღლა. მაგრამ ამ იდეის ყველა ვერსია, რაც კი აქამდე აშენდა, ერთნაირად ინგრევა. შედეგებისგან დაშორება, პასუხისმგებლობისგანაც აშორებს ადამიანს. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში საბოლოო კითხვა ასეთია. შეასრულებს კი აშშ-ში თავის დაპირებას დაშლის შესახებ. და როგორ გამოიყურება ეს პრაქტიკაში? ხედავთ, აშშ-ში საერთაშორისო ინსტიტუტებში ჯერ შედის, მერე გამოდის. ჯერ კიდევ პირველი ტრამპის ვადიდან. და მიუხედავად იმისა, რომ აქ არასდროს ყოფილა წევრი, მაინც თუ კამპანია ამ საპრეზიდენტო ვადის ბოლომდე წარმატებით არ დასრულდა, ეჭვგარეშეა, რომ ზოგიერთი მიღებული ზომა საბოლოოდ მოიხსნება. გახსოვთ, რომ ტრამპმა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან გამოიყვანა აშშ-ში, ხოლო ბაიდენმა ისევ დააბრუნა. ტრამპმა პარიზის შეთანხმებიდან გამოიყვანა აშშ-ში. ბაიდენმა ისევ შეუერთა ქვეყანა. ტრამპმა 2018 წელს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდანაც გაშეშიშ და ბაიდენმა იქაც დააბრუნა. ტრამპმა, რა თქმა უნდა, როდესაც მეორე ვადით შევიდა, ამ ფორუმებიდან ისევ გამოიყვანა ქვეყანა. აბა როგორ შეიძლება, რომ ამჯერად ეს ნაბიჯი ძალაში დარჩეს? ეს არის გამოწვევა სახელმწიფო დეპარტამენტისთვის, რომ გაუმკლავდეს, მათ შორის იმედია იმ არგუმენტებსაც, რაც დღეს განვიხილეთ. ამასობაში ვფიქრობ, რომ უმეტესობა ისრაელელებისა საკუთარ თავს ამ სიტუაციაში აღმოჩნდება.